აქ ჩვენ ქალები ვართ სახლში. აი არ გვაქვს თავშეღების ადგილები, სადმე თუ თავშეღების ადგილი არის, ეს არის კაცებისთვის. რა თქმა უნდა, არსად არ წერია რომ ეს კაცებისთვის არის, მაგრამ პირადად შენთვისაც უხერხულია ესეთ სივრცე შვოფნა, სადაც უმრავლესობა კაცია. და ეს აი პოლიტიკის ამბებშიც სხვათა შორის, რაღაც აქტივიზმის ამბებშიც ეგ სირთულე გვაქვს, რომ ვერ ვიქნებით ჩვენ ქალები პოლიტიკოსები, აქტივისტები, იმიტომ რომ სადაც ამბავია, მან ყველა არის კაცი. და უშუალოდ სოფლის კრებები, ყველა არის კაცი, აქციები, ყველაფერი. მეც მაქვს ეს უხერხულება და ყველასაც აქვს ეგ უხერხულება და ვერ აწალებ ვერავის რომ მოდი შენ ციღავი აქ. დიდი ამბავი იყო მაშინ ეს რომ აი ვიღაცა თოზო გვიმტკიცებს რომ მასე კი არა, მასე უნდა მოვიქცოთ, უნდა მოვითხოვოთ, უნდა ვისაუბროთ ამ პრობლემაზე. ხმამაღლა უნდა გავაბროდესოთ და ეს მოიცა ეს თოზო ვინ არის? ფერმერის შვილი, ახალგაზრდა სტუდენტი გოგო და რა უფლებით, როგორ პეტავ, ანუ ძალიან ესეთი კითხვებია, როგორ პეტავ შენ ამდენს, შენ ვინ გონია შენი თავი? ან ესეთი აგრესიები იყო და ნუ რა თქმა უნდა, როცა განმავლობაში ყველა მიხვდა, რომ ჩემთვის კი არ მინდა ეს ყველაფერი, ანუ ეს იყო მიღებული პრაქტიკა და მასე იყო საჭირო, ანუ უნდა მოგვეთხოვე რაღაცები და როცა ნახეს უკვე შედეგი, რომ აი ამ მოთხოვნის შედეგად მივიღეთ ეს რა თქმა უნდა მე უმრავლესობა მიხვდა რომ ხო ეს იყო სწორი კიბა. ფიქრობდი რომ აი მანქანიან გიტარი ოდნავ ასაკოვანი, ოდნავ ლამაზი გოგო თუ ვიქნებოდი. უფრო მისაღებდა ვიქნებოდი და უფრო მარტივ იქნებოდა ჩემი საქმე. ჩვენი თემები ჩანს ფრის წესრიგში ვართ. გარეთ ჯერ ვერ გამოვეც ოღონდ. ეჩვევიან, მართლა ეჩვევიან კაცები ნელ-ნელა. რაღაცა ოღონდ სხვარი აქვს დაწესებული რომ კაი მიიღე განათლება შემოსავალიც გქონდეს, ოღონდ ძალიან ზედმეტსაც ნუდეტა. ჩემზე მაღალი ხელფასი აღარ გქონდეს. იღავი მასწავლებელი გქონდეს რაღაცა, აი მანქანას გყავდეს, ოღონდ ახლა ზედმეტს მოითხოვ რა, დაახლოებით ეგეთი მიდგომა არის. ზოგადად საქართველოში გონია რომ ერთი რეგულაციით, ერთი კანონით, ერთი მიდგომით, ერთი სტრატეგიით მოვაგვარეთ სხვა დანარჩენ პრობლემებს. ფაქტია რომ ეს აღარ მუშაობს. ნადრევ ქორწინების შემთხვევაში დღეს ჩარევა შესაძლოა მხრიდან ხდება, მაშინ როცა ქორწინება უკვე არის. დანაშაულად არ ითვლება თუნდაც ნიშნობა. ეს არის ბავშვის ნების წინააღმდეგი ქმედება, ანუ მშობელმა რატო უნდა გადაწყვიტოს 14 წლის გოგო სამომავლად გაყვეს ვიღაც A ტიპს. ჩვენ გვინდა პრევენცია, იმიტომ ქორწინება რო ხდება, მე ამ გოგოს გადარჩენა ხდება ძალიან რთული. უნდა ამ წინასწარ უნდა იყოს ეს პრობლემა მოგვარებული, რომ იქამდე არ მივიდეს საქმე და გოგომ რო უკვე იმშობი არა, მე იგებს სახელმწიფო რომ თურმე აქ ნადრევ ქორწინება ყოფილა. და რა ქნას ამ დედაშვილმა, სად წავიდეს, მართლა სერიოზულად მაინტერესებს, როცა ქონება აღარა გვაქვს ჩვენ, როცა ამ ბავშვმა ენა არ იცის, პატარა ბავშვთან ერთად არის, თვითონ ბავშვი და პატარა ბავშვთან ერთად არის, ვეღარ დავა, ვერ იმუშავებს, ოჯახი მიიღებს თუ არა, არ ვიცით. და იმ პარტნიორის ოჯახი თავისთავად არ მიიღებს, სად წავა, რას ვშვებით ჩვენ ამ გოგონებს. ჩვენ ხო იმაზე საუბრობთ, რომ სადაც გადაწყვეტილებას იღებენ ჩვენი ქარვარს და რაღაცნაირად უნდა იღვირო, რომ შენი ხმა გაიგონ იქ და სადაც იღებენ ამ გადაწყვეტილებას, შენი საჯიროებებიც იყოს გათვალისწინებული.